ვზივართ დაღლილები, მაიკო გამატარეთ ემოცი. Ძალა გამოცვლილები, არც თავი აღარ გვაგარ. მარიამო, დედი, ერთი წუთი არც მე არც ბავშვს არავის. მარიამო გადაწყვიტა, რომ თავისი ხატვის ნიჭი გადმოაფრქვიოს და ეს რა არის, დე? რა ხატია აქ, დედა? გოგა. ეს გახლავთ გოგო. გოგო აჩვენე, გოგო. ეს ვაჩვენო? ხო, ეს გააფერა და მარიკომ და აქეთ დახატა თავისი ხელით გოგო, რომელსაც მოიცა ვაჩვენოდე. გაიწედედიკო, ზოგი აქ არის წამწამი, აქ თვალი, აქ ფეხი და ასე ნელ-ნელა. გადავწყვიტეთ, რომ თურმე ეს არის გოგო. აქ ტანსაც ნახავთ თქვენ, ახლა თქვენ თქვა კარგად არ აკვირდებით, რომ წესით ყველაფერია აქ. ხა დედა, ხო, ეს გააფერა და ძალიან ბედნიერია სხვადასხვა. ამ გაფერატებით. დავიჩინეთ. მარიკო, რა გაქვს აქ? მოჩვენედე. აქ რა გაქვს დედა? უწუკია? ჩავწუკი გოგო არაფერი. მამა შენ გოგოს ვენაცვალე. მეცინება. გიორგი დამატყა მე და მერჩ ჩავარტყი. იმიტომ რომ გააგდებსო ეგრე თქვა ჯგუფიდან ანიკას გიორგის და ეგ თუდი საქციელია და აქ მეფურთხება ათელება ეგ თუდი საქციელია. იმიტომ რომ ეგ ძალიან თუდი საქციელია. მეფურთხება რაღაცები ჩეში ჩარტყა, ეგეთი რაღაცები არა. არ შეიძლება, ხო დედა ჩარტყმა? არა. მე ჩამარტყა მუცეში გიორგი. გეტკინა? ძალიან და მე ჩავარტყი. ოი. კარგად უქნა ჩემი ჩარტყმა. ხომ კარგი იყო? ხომ კარგად უქნია, ხო კარგად მოვიდა ჩემი ჩარტყმა. აგე შტათ ეგრეა, ჩემი ჩარტყმაც მოვიდა. ჩემი ჩარტყმა მოვიდა. დედიკო, რატო არ უთხარი, რომ არ შეიძლებაო? უთხარი ვანსა. იმიტომ რომ ეს ძალიან არ შეიძლება, ეს თვითი საქციელია. არც თვითონ არ უნდა დაგარტყას, არც შენ არ უნდა დაარტყა, ხო დე? დედი, მე მარტყავს და ისე მე ვარტყავ. ანუ ერთმანეთს დაარტყით? ხო, მე მარტყავს, მე იმას. ანუ და შევიგდეთ ნეკისა. შერიგებისა. ისა შერიგდეს. თავი გავსკდეს. კარტი შეწამოს. მერთო კარტი შეწამოს. ჩემს ბაღში როგორც ხედავთ, სერიოზული პრობლემები აქვს. არასდროს ყველა მარტყავენ, მეც ვარტყავ, იმიტომ რომ ყველა მარტყავენ, რა იყოთ, მეც უნდა ჩავარტყა მუჩელში, მარტყავენ ყელში, პირში, თვირზე, თვალებზე. არა, დედი, არ გარტყავენ, გეთამაშებიან, დე. არასდროს მე რა მოხდა, მე თამაშებიან და ის კიდევ ჩვენ არ უნდა ჩავარტყათ, ნეკისა უნდა ვთქვათ. და შევრიგდეთ ერთმანეთს, ნეკისა, შერიგებისა, ვისა შერიგდეს, კარტი შეწამოს, ეგრე უნდა ვთქვათ. არ უნდა გავუბრალდეთ, იმიტომ რომ ნეკისა უნდა ვთქვათ. ერთმანეთს არ უნდა ჩავარტყათ, იმიტომ რომ მე გაბრაზდებიან, ნეკისა უნდა ვთქვათ, მარტო. მე მგონი ჩამოაყალიბა ხო გასაგებად. აგან თუ კარგად მოვიდა გიორგის ჩარტყმა ჩემი და ნეკისა უთხარი. მე თამაშებიან რა ჩარტყმა ბიჭო. სიტყვით ეგრე მოვიდა გიორგის. გუშინაც მე ჩამარტყა. და ნახე
მე ჩამარტყა. მე ჩამარტყა. ისეთი რა. მუშტი. ნუ ჩეში ჩამარტყა. გეტკინა? ძალიან გეტკინა? ხო, მე რეკცუდი საქშელია. ნეკისა. შერი გამისა. ვისა შერი გდეს ტარტისა ჭავას. ეს არ არის ჩუდი საქშელი, რომ ნეკისა უთხრათ გაბრაჟება მეგობარის და დარტყმას მეგობარის. ეგ არ შეიძლება მეგობარო. ეს არის ძალიან ჩუდი საქციელი. ეგრე უნდა ვთქვათ ბიჭებს. გუშინაც დანიელი თქვა სიტყვები, როგორც მამაშენ დაგიაშენ და ბაბუა ჩემი მანანაბებაში რო დავდიოდით სიცხე რო არ გადავდოთ ეგრე თქვა ჩვენ ამიტომ არ უნდა ერთმანეთს გადახვიდეთ ერთმანეთზე დაგო ატიზე დადე მოდი გადავალაგოთ სხვა ჩანთაში. ის რაც მჭირდება დღეს ამ ჩანთას ვიკეთებ. ასეთივე არის ჩემი პიჯაკი, ესეთი ფერები. გუში როგორც გითხარით, ვიყავი ბიბლუსში. ხო და ეს ამალული მქონეთ მარიკო მარნახოს ადამიანეო და ხო იცით რაღაცები, ამასაც უყიდე, მაგრამ ყოველფერს ამას ხო არ მივცემდი და ეს ჩანთა დავცალოთ. რატო არ ესე გეგონება და ეხეთ როგორ ამას ფერებია. ასე მეორე ყოველთვის ვანიჭებ ხოლმე ფანქრებს უპირატესობას, აი როცა ვყიდულობ არ აქვს მნიშვნელობა ჩემი შვილისთვის, იქნება სხვისი შვილისთვის, ვფიქრობ ხოლმე რომ უპირატესობა მივანიჭო უფრო ფანქარს ვიდრე ფლომასტერს, იმიტომ რომ აი ისე ისურება ხალხო და არა მარტო მისი ხელები, ყველაფერი ირგვლივ რომ მირჩენია ფანქრით ხატოს. ასი თავით. ასევე შევიძინე ზღაპრები სხვადასხვა, როგორც ხედავთ, ერთი არის კომბლე და მეორე ეს კეთილი ძმა და ასევე სხვა მოთხრობებით შედის. ნახეთ, ესეთია ილუსტრაციები, ძალიან ლამაზია. და შევიძინე აი ესენი კიდევ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბავშვს უყვარს. სხვათა შორის უცებ ვეღარ მოვიფიქრე მარიამისთვის მეყიდა კიდევ ესეთი და არა უშავს მე შევძენ თავისი ჟოზე როგორ უყვარს. ხო და მეც რო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით გამოვიყენებ, აი ესენი კიდე ნახეთ როგორი საყვარელია. მოიცადეთ, ჩაგიბნელოთ ცოტა რომ დაინახოთ, აი ნახეთ. ესეთია ორი ცალი. ეს გახლავთ კალამი. ასე. ეხლა ეს უნდა დავმალო. იმიტომ რომ 57 ნომერია ხალხო. ყველა დასხმაზე მეკითხები და 57 დავიზეპირე. ხო იცით მე ყოველთვის მეშლებოდა. ხო იმას გაჩვენებთ კიდე რაც მითხარით და დამავიწყდა. ანუ ესე კი არ დამავიწყდა დიდად, რამდენადაც ვერ მივედი იქამდე რომ ეს მეჩვენებინა. კიდევ რომ მეჩვენებინა, ანუ საკმაოდ როგორც ხედავთ, ბოლო მოვუღი ამას შეხედეთ, ანუ სადამდეა უკვე დაყვანილი. აი ეს არის გოგოებო, კიდე გვაჩვენეთო, აგერ ბატონო, აგერ იმისთვის დროს გამოვყოფ, რომ ეს მეჭიროს, დასკრინოთ. აი ეს არის ამაზე მეტად წითელი, ასე რომ ვთქვათ, აღარ არის გოგოებო ამაში. ეს არის 001, შეგიძლიათ ასე იკითხოთ 001, როცა სხვადასხვა ფერები აქვს და სხვადასხვა ციფრები აქვს მინიჭებული.
ამას რო ნახავთ 001 ნომერი მომეცითო თავისი ესეთი ყუთი აქვს რატომ ვინახავ ყუთს გონზე არ ვარ მაგრამ ხო რა ვიცი ვინახავ უკვე შეგიძლიათ რომ 32 თუ რაღაც წელს არ მახსოვს ზუსტად მე ფაზაკლებთ ვიყიდე საკმაოდ დაბალ ფასში და იდეალურად გამოვიყენე იმ ხრივ რომ ყოველ წამს რაღაცა წასმა აღარ მიწევს და მაგ მხრივ გამართლა თუმცა ამაზე მეტად წითელი მინდოდა მაგრამ არ არის მარიამისათვის მზად მაქვს ხოლმე დღევანდელი ჩასაცმელი მახდა რომ მოვიყვან და უთოვე ყველაფერი გავუმზადე ქალბატონს რაინაღლება ჩემსაყვარელს ხამობრუნებული მაქვს მაგრამ ნახეთ როგორი ლამაზი ისინი ახატია ძალიან ლამაზია ქვედა ბოლო რომელიც ესე რომ გაირხევა აი შხრაგრში ხრიალებს ძალიან მომწონს ეს პერანგი და ნახეთ აი ეს ბეწვი უნდა ჟილეტი მოვახუროთ ძალიან მოუხდა ერთმანეთს გუშინ გადავყევი მეთქი რა ჩავეცვა ვარჩიე და ყველაზე მეტად ესენი მომეწონა და შიგნიდან მაისური რომ ნუ ახლა ეგრე ხო ვერ წავიყვან შიშველ ტიტულს რა თქმა უნდა ქურთუქს მოვაცრე ხა ტაქსში მაგრამ რომ მივალ გავხდი ამას ახლა კაცი შვილი აღარ შეინახავდა იმიტომ რომ აღარ არის მაგრამ ოდნავ არის და სიპრიალეს მაინც ნისცემს ნახეთ რამდენი გადავხვედი არ მინდოდა ამდენი ხარაღა გზაარო გლოსი როგორც მე მინდოდა წლებია ვეძებ და ვერ ვიპოვებ მე მინდა გლოსი წებოვანი ანუ ტუჩები რო გეკრობა ვითომ ესეც გეკრობა მაგრამ არ არის ეს არავინ დაგაჯეროთ ის რაც არის ეგ არ არის მე რასაც ვეძებ უკვე წლებია და ესეთი რომ ლამაზესად გიჩანს ტუჩები რძისფერი როა და აი ძალიან ლამაზი ეგეთი სამწუხაროდ არ არის ამიტომ ისა მოდი ბარემ ხელით სანამ დრო გაქვს 5 წუთი ხელზეც ცოტა ვიმუშაოთ მოვიცოთ და გავიქცეთ უკვე დროა ყობა დღეს ჩამოვა ვერ მომისწრებს ამორტიარი გზაში მაგრამ ვერ დაველოდები ნამდვილად ხა ეგრუდის მოვა ჯერ არ მოვა თორე ხა დაველოდებოდი 5 წუთი ამიტომ ჩვენ გავიქცეთ სამსახურში რომ არ დავაგვიანოთ და მაშინ როცა დრო მაქვს წესიერად რომ მივიდე და არ ვირბინო ბუდიში არ გამიხდეს მოსახდელი რაც მეზიზღება დაგვიანების გამო რა თქმა უნდა არ გვავიწყდება და მოდი მოვიცვათ ეს უთხელესი პიჯაკი და ვილოცებ არ გაწვიმდეს და ქარბუქი არ ამოვარდეს წვიმას აპირებსო და მე ისე უქოლგოთ წამობრძანდი გაჩები ქვერი კარებში შემოხდა იცით ადრე მოსული ხარ გადაგველია ერთად არა უშავს აღამოს დავალებთ ვაიმე დედა ის ვისი ძაღლია მიშველეთ წვიმა დაიწყო 5 წუთი დამჭა რომ სამსახურამდე მივიდე და გზის მეორე მხარეს არის უკვე ჩემი სამსახური აგერ გზა კი არის აბა წავედით დედა რა ჩქარა მოდიან ამას შეხედეთ რა სილამაზია ამას შეხედეთ მერთო ლამაზესი ახლა ფერებია ასეთი ძალიან ლამაზია გიშდები ისე მომწონს აქ რო გავივლი ხოლმე აი ესე ვუყურებ ეს კიდე შეიცვლის ცოტა ფერს და უფრო ისეთი იქნება კვეთრი და დიდი და მე კიდევ გაჩვენებ დაუცილებლად მოვედით
დღეს ცოტა ადრე გამოვედი, იმიტომ რომ ერთ საათ ადრე გამოვედი. მარიკო ბაღიდან გამოვიყვანო, მოვაწესრიგო, მეც გავემზადო ბავშვიც და წავიდეთ ცენტრში. ამიტომ ვთხოვე რომ ერთი საათით ადრე წავა. ასე რომ ის მინდა ვუყიდო კოლგოტი ქალბატონს. მოდი, შევალაგოთ, რა შვებით ხალხო. რა შურებით. ტარხუნა, ეს ფილარი. პასკები ვიყიდე 2:50 იღი დაიფქლის. ხოდა პაჭაწუნები რა ძალიან საყვარელია და ეგეთ რაღაცებს იმას მიშება ხო გული რაღაცა ეს იმის ფანცკვალს და ხოდა ვიყიდე 2 ცალი. სიმართლე ვთქვათ, კალორიას არ დავკვირვები ვარ. 368 კალორია მშვენიერი. ასევე ბარდა ვიყიდე 2 ცალი. ფასდაკლება იყო და ლარდა 79 თუ არ ვცდები გადავიხადე ცალში, მოდი ბარემ ისეთ შევდოთ. თავ ჩქარობთ, იმიტომ რომ მარიამი მიყვას დაბადების დღეზე. თქვი გოგ ანდრიას და ივანის დაბადების დღეზე. სოსისე იყო ფასდაკლება სამლარად. და აი ეს მაიონეზები ვიყიდე. აუ ეს რა მივეცი ფასდაკლება ქონდა, არ მახსოვს მართლა. ეგრო ბარათით გავატარა, იბრო დავინახე რომ ფასდაკლება იყო და არ მახსოვს ნამდვილად. სამარხუა. მე მარხვაზე არ ვარ, მაგრამ იმაზე უფრო ნაკლები აქვს ხოლმე კალორია ვიდრე ჩვეულებრივს. ასე რომ 456-9 კალორია აქვს და ამიტომ ეს მერჩივნა სალათები მოკლედ რომ გავაკეთო. ამიტომაც შევიძინე, თუმცა ერთი ცალი სავსე კიდე მქონდა და ამდენი რა იყო შიმშილობა იწყებოდა თუ რა ხდებოდა ამდენი რო ვიყიდე ვერ გეტყვით. კარგი. უცებ ყავა, ჩაცმა გავარდნა. ოღონდ ჯერმოცოს რიგება რა თქმა უნდა. ტახუნის სუნზეც კი ვიშოკები, ხალხი ისე მყავს. გიჟდები. აი როგორ შეიძლება აი ამას ქონდეს ამდენი კალორია, თქვი უნდა მოსოებად ვერ რომ ვიცადგეთ ამას, როგორ შეიძლება ამდენი იყოს, აი ხალხო თუ გინდათ რომ ჩატკბეთ, დადნეთ, გალღვეთ და იყოთ ბედნიერები, აი ეს მიირთვით. აი ეს. კარგი, ყავა. თავ ფიქრობ ცენტრშიც დავლევ ყავას და იქნება ქარმინდა, მაგრამ გეხოცები გაქვთ ხოლმე რაღაცა ისე გაურკვეველი ყავები. მე ჯერ ცენტრში ყავა არ მომწონებია და ვერ გეტყვით, თან იქ ძირთად უნალექოა ხოლმე და დიდად ეხა რო გითხოთ ხო იცი მონალექო არა. მომიტანა თუ შეიძლება. სად არის ბოთლი? აი საყვარელო გისხია, ჩაკისხი იქ. მაიმე სად არის კაცო ჩემი ყავის ჭიქა? ხო და ესეთი ამბები გოგოებო. დავასხათ. მაიმე გაზი არ ჩამირთავს. ვურებთ დაუნდობლად. ასე დღეს აპუტკუნებ გამოვიყურებ და ვერ გავიგე რას დავაბრალო. ვერ გავიგე. აი ესე ხანდახან დღეები მაქვს ძალიან კარგად რო არ მოწესრიგებული, ისე როგორც მე მინდა, და გაურკვეველ ვიზუალზე ვარ ხოლმე. ეს მოუცია მამიკოს. აი ეს სხოთაშეს ადრე მომწონდა და რავი რატო არ ვიყიდი არ ვიცი და ის მოუხსნია ჩემს მეუღლეს ეს დაუყენებიათ და აი არ ვიცი. ხო რავი იმ ჩამოკონციალებულს ჯობია ვითომ? თქვენ რას ფიქრობთ? მე მგონი კი, რა ვიცი, ესე უფრო მარტივია ერთადევს და იქ რაღაც არ იწუწება და რაღაცები. ნუ არ ვიცი. ეს ძალიან მომწონს სხვათა შორის. მამას ეყენა და მერეო მოხსენიო, იმიტომ რომ ის იყო, რა ქვია, უკანო წყალი მოკლედ რაღაცა პრობლემა იყო და ჩვენ მოგც ახალია და ძალიან მომწონს. არა, ის აშკარად არა, ეს ჯობია. ამაზეა საუბარი. თქვენ რას ფიქრობთ? და კვერცხი აღარ გვინდა, სხვა დროს მივირთვათ კვერცხი, დღეს ეს მივირთვათ, კარგი? მოკლედ ჩემი გოგო, ჩემი ჭკვიანი გოგო დამპირდა, რომ მიირთმევს და მე წავიყო სამაგიერო ცენტრში, ხოდე? ხო, აი ესეთი ისა გვაქვს რა ქვია, დედა, სად გავწიე ეს კამერა, ერთი წუთით გოგოებო.
მოკეთ ესე გადაწყდა. ნელა სუპი არ დააქციოდე. სუპი. რაზაშილად ისმის. წნიანი. წნიანი დედა სუპი ისე ცუდად ისმის მართლა და რატო ვამბობთ ხოლმე ისე ხოთა შორის აი არ ვიცი. აი წნიანი რაღაც რბილად ისმის და ის სუპი რაღაც ძალიან ხისტია რაღაცნაირი. მარიკო დაამპირდა რომ ყველაფერს მიირთმევს აბსოლუტურად. ჩვენთან ისევ მეგობრებო არის გაგანია ახალი წელი. და სხვათა შორის გადასაფარებელი მაქვს საღდგომო ეს კაცუნები ახატია. აი მე ჩემო დახატულო. მიჩვენია რომ ცოტა ადრე მიირთვას რომ მე ჩავაცვა, მეც მოვემზადო, მე ტაქსის გამოძახება, მე ის და ანუ რო არ დაგვიგვიანდეს. დედი, აი რაც ხელია ღმერთო, ბატონო? ნახე რა კარგად გავაბა. ძალიან დედიკო თან მივირთვა, თან ვისაუბრო, ჩემთან ხდით? ეგ ცხელია და პირი დამეჭვე. მე დედა ურთქლიას. ცხელია. კარგი დედ. ესე იგი ჩემს აი მას რა ქვია დედამთილებზე და რაღაცებზე ხუმრობებს და მაზლის ცოლებზე და რო გავთხოვდები თქო მაზლის ცოლო და რაღაცებს მოკე დოდონას ვიდეოებზე ბევრი აზრი დაფიქსირდა რომ შე რაღა გაგათხოვებს და რაღაცეები ვინც არ მიყურებს და ესე არ მადევნებს რა შეათვალს და შე რო გათხოვდებიო ვნახავო ერთიო თუ მოეწონებიო დედამთილს ალბათ უსახლიდანაც გამოგაგდებსო ხო და მოდი ამაზე რაღაც 1-7-8 სიტყვა ვთქვა სიხარულით რომ აი იმ კომენტარს გავაგრძელებ ფაქტობრივად იმ ტრაგედიაზე რომ წერდა ხალხი რომ დიახაც ჩემი შვილი მას მოიყვანს ვინც მე მინდა და რაღაცები იმას მივაბავ და გავაგრძელებ მთავარი რა არის ვის უნდა მოწონდე მთავარი არის ის ადამიანი ვინც შენთან ერთად იყოფს სარეცელს ამ შემთხვევაში ქმარი ხო და ხა ვის არ მოვეწონები იქნებ მეც არ მომეწონოს ვინმე ხო ვიღაცი კონკრეტული ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრები არ მოწონს ხშირად ადამიანს მათი ხასიათი არ მოწონს და ხა არა თუ უცხო ოჯახი ადამიანებს რომელსაც ისე არ იცნობ კონტაქტი არ გაქვს ხო ხვდები ხო და მთავარი თუ არის ის რომ შენთვის თუ არის მთავარი რომ ყვას ესე რატო შვები ესე ჩვევად გექცევა დემერე მოსწონდე მთავარი ქმარი და ყველაფერი მე თავისით ლაგდება. ხა თუ არ დალაგდება დავის ყოველს თავის გზით გაუმარჯოს რა. ის რომ აუ იმას უნდა მოვეწონო, აუცილებლად რას ქვია იმას არ მოვეწონო. ხანახან არის ხოლმე რომ ადამიანები დაილაგებენ აზრებს როგორი რძალი უნდათ, როგორი დედამთილი უნდათ, როგორი მამამთილი უნდათ, როგორი მაზლი უნდათ, რაღაცნაირად დაილაგებენ ხოლმე და მე არ არის რა ის რეალობა და ამას ხიზიანდებიან რომ როგორ არ არის ის რაც თავის წარმოსახვაში, თავის უცნებებში ქონდათ. არ არის ეგრეთ ცხოვრება მოწყობილი რა. ეხლა როგორ ჩვენ გვინდა ყველაფერი ეგრე არ ხდება სამწუხაროდ. ნეტავ ხდებოდეს. არ ხდება. ამიტომ თავარი არის რომ შვილის არჩევანი. თავარი რა არის? ჩემს ქმარს უმოვწონო არ ეგ არის მთავარი, თორე ვის არ მოვწონო არ მე უფრო მგონია რომ მათი პრობლემა უფრო არის, ვისაც არ მოვწონო ვიდრე ჩემი. ვაიმე, თითი მადლობა ჩემო სიცოცხლე. ეგ არის მთავარი. შენთვის მთავარი ეგ არის. უნდა იყოს ადამიანის ცოლისთვის ამ შემთხვევაში. რაღაცა და ხასმის. მე კი არ ვამბობ რომ აი მიუღებელი ყველასთვის იყო და აი დარდი, არა. აი დარდი ვერ იქნება. მარიკო დახატე საყვარელო, მე ცოტა ხანს ვისაუბრებ. დედი, რო ხასმის ვერ ხატო. გადადი მაშინ და იქი დახატედე. არ მინდა. ხო და ნაგას ვამხა ყველას არავის რო არ უნდა ხარ და კაცი შვილი არ მოიძებნება რო თხოვდები ისეთი ვისაც ენდომები მეტი ტრაგედია რაღა გინდა ახლა ანუ რაღაცა რძური ტრაგედია მაგრამ ხა ერთ და ორს თუ არ მოწუხარ და სას მაგაზინ უჩაიცო ჩავებს გოგოებო გადარჩენილები ხართ საერთოდ ვიღაცას მაინც რო მოწუხარ და თუ არც ვიღაცას არ მოწუხარ ძალიან ცუდია რა თქმა უნდა ხა ფსიქოლოგიურად ამის რაღაცა ის მაგრამ
აი, უთხარი და თავთავდება. ვისაც არ უნდა, ნუ მოვა შენთან და მორჩა, ძალიან მარტივია რა. ეხლა რა გავაკეთო, ზეითხოვჯერ ვეხვეწებით, ხო? ხო და იგივეს უპასუხებ იმასაც, იმ ადამიანსაც, რომ ეგრეა რა, მთავარი რა არის, რომ შენ უყვარდე და მოწონდე იმ ადამიანს, ვის გვერდშიც ხარ, თორე კარგია რომ ბევრს მოწოხარ, მაგრამ არ არის ეგრე რა, ვიღაცას მოწოხარ, ვიღაცას არ მოწოხარ, ვიღაცას საერთოდ არ მოსწონს შენი გარეგნობა, ვიღაცას ხასიათებით არ მოწონხარ. რატონო? არა, მე უნდა ვისაუბრო დედა. და მე? შენ ხატო. მე შენ ისაუბრებ და მე დავხატავ. გაწყობს? რას ვიზავთ? ვიღაცას შენი ბუნება მოსწონს ძალიან, მაგრამ ნუ გარეგნობით მაგრამ ბუნება კარგი აქვს, აი, ხო ხვდებით რა? შენ რო დაამთავრე, მე. კი ბატონო, გავაფეროთ. ამაზე ნუ აიხევთ რა სახეს გოგოებო რა. ეხოთ. არ ღირს დამიჯერეთ. ანუ აი რავი, თვითონ ინერვიულობ, ვისაც არ ენდომებით. აი თქვენ რატო უნდა ინერვიულოთ რა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა არავის უნდი ხარ, ეს კიდე სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ეხლა რა ვქნათ? თუ უყვარ ხარ იმ შენს მამაკაცს, რომც არავის არ უყვარდე, ის მაინც შენთან იქნება და შენთვის იქნება, ასე რომ კარგია თუ ასია, მაგრამ თუ არ იქნება, მაგის გამო ნუ გავგიჟდებით. მარიამი, მომესმინე ერთი წუთი, რითი გეშლება ხელი? არა, მოდი ვისაუბროთ, რითი გეშლება ხელი დედა? ვიდეოში არა, ნახე, ბაღში როცა ხატავთ დედიკო, შენი და შენი მეგობრები, შენი მასწავლებლები ხომ საუბრობენ, ხელი გეშლება შენ? აბა აქ რატომ გეშლება ხელი? დედიკო, შენ ხელი კი არ გეშლება, უბრალოდ არ მოგწონს, რომ მე ვსაუბრობ და შენ ახლა ხატავ. ისე რომ დავფიქრდეთ. ვერ გავიქე. ლებები რატო აღარ მაქვს? მესხის ყველაფერი. შენ ჯერ ყველას არ ესმის. მარტო შენ და ნენებებო და მოგ. კი მესმის შენი დედა არ მესმის. ვაიმე, რომელია საათი? მოდი დედიკო, ჩქარა. მოდი მივირთვათ, მივდივართ. სად დავფრინავ მე? ამის მირთმევას ეხუმრებით თქვენ? მოდი სიცოცხლე, მოდი ისაუბრე და თან მივირთვათ. მოდი ჩემო ლამაზო, ნელა. კარგი, დადე, მე გავაფერადებ. თან მივირთვათ, თან ვისაუბროთ. დაჯექი ჩემო საყვარელო. კარგი, ეს მოიხსენი რა, ჩაგივარდება და მიდი მივირთვი, მიდი ჩემო ლამაზო. ეს აქ იდება და მოიწმიდე პირი. ჰა, გამომართვი. მივირთვიდე და მე გავაფერადებ, მიდი. მივირთვიდე. ანილები რო აყია რა. ჩვენ ხო შევთავაზეთ ყველაფერი უნდა მივირთვათ და. და ესენი? ყველაფერი და. დაატყი ხელი ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ ცენტრში რო წავალთ უნდა მივირთვათ, მიდი. მაგრამ ესაც მინდა ხორცი. კი ბატონო, მიდი დედიკო, მიდი. კარგი დედიკო, მივირთვი. მინდა რომ ჩამიყარო. ჩაყრილია მივირთვი შენ და. რა ჩამიყარო მეჩხინება ისე. მივირთვი დედიკო. კარგი, მე გინდა ცენტრში წასვლა? მივირთვი რომ უნდა ჩავიცვათ და გვეჩქარება. მიდი, დაიწყე და ყვება, მიდი. არ უნდა ამდენი რევა და. მიდი, ამოიღე. მივირთვი და. მოდი რა მოგეხმარო? მოდი. სულ წვენია და რას არჩევ? ეს რა შვება, იცით ხო? ესე აწვება რომ მარტო წვენი ამოიღოს. წვენია და სულ, მიდი ჩემო დახატულ. აი, ხო გითხრა დედამ წვენია. მივირთვი ახლა დედიკო, ნორმალურად და. მივირთვი რომ გამახარო და, მიდი. მიდი ჩემო სიცოცხლე, მიდი. მიიტანო კოზი პირთან. აი ეგრე. შხლაფუნით არა და. არა, ეგრე არა და. აი, ესე რატო შვები და? მე რა უნდა არა და ესე არ შეიძლება, ეგ არის უკულტურობა და. ჩვენ ხო ვიცით რომ უკულტურობაა. იმას ნუაკეთებ, რაც ისედაც კარგად ვიცით. აი არ შეიძლება, ეგრე არ შეიძლება. არა და.
აბა როგორ? დედიკო, ვერ წავალთ ცენტრში. არ გინდა წასვლა? აბა როგორ? ცენტრში წასვლა გინდა დედიკო თუ არ გინდა? კიდა. სიო, დაიწყე ჭამა მაშინ თუ გინდა. შიერი ვერ წავალთ ვერანაირად, ეგ არის გამორიცხული ახლა. შანსი მაგისი არ არსებობს. ესა? არა გიშავდა. დედი, ნახე. ბატონო. მე თვითონ მიდი დაიწყე დედიკო, ჩქარაკაბა უნდა ჩავიცვათ, მიდი. კაბა, რომელი კაბა? თუ ვარდისფერი თუ წითელი? რაც დაგიუთხოვა დედიკო მეგ. ვარდისფერი? დედიკო, სწრაფად რა დამაგვიანდა, დე. დამაგვიან. ბოდიში. მიდი დე, ხო. დაიწყე, ჰა. ყველგან გააფერადე. გავაფერადებ, მიდი დე, შენი ხათრით გავაფერადებ თუ მიირთმევ. კარგი. რას უცლებ ღმერთო? ამათა. რას უცლებ? ხვდებით ხო? მარიამი დაიწყე. კა. ამას ვინ დაელოდება ბახში ამდენ ხას დედას გაფიცებთ, რომ ეს როდის რას მიირთმევს. ამის დრო ვისაუბრს. არც ერთ ბახში, არც კერძოს, არც სახელმწიფოს ამდენი დრო არ აქვს. ამის ნელა კუწუს დიოს. ეგ არის გამორიცხული. ანუ არ არსებობს რა. ამდენი დრო ვის უნდა დაუთმო, სად არის მაგის დრო? რო ერთ ბავშვის ყვებას გადაყვეს ნახევარი ჯგუფის დრო. შანსი არა. არ ვიცი ხალხო. ანუ მე რა კარგად ვაფერა. სიამოვნები, ყრუჭუნები ისე მომწოს ეს გაფერადების ამბავი. ხო, თქვენთვის მაქვს ერთი სიახლე კიდევ, რომელსაც ახლა ჯერ ვერ გავაჟღერებ, ჯერ დღეს უნდა ჩამოვყალიბდეთ ყველაფერზე. დავეკონტაქტები, ახლა არ ცალია მივდივარ და თავადაც დიდად ახლა არ ცალია დღის მანძილზე. უნდა მივაყოლა პური. კი, მირთვი და მოგიტანდე. მოდი ჩქარა, მოდი დედი, დამაგვიანდება დე, დაგვაგვიანდება. ხო და მირთვი და გეხმარო, მიდი ჩემო სიცოცხლე. მე და მარიკო უნდა გავუკეთოთ რეკლამა. რას, როგორ ამას ყველაფერს მე აჩუტება ჩავარეთ. დედი, რამდენი თუ გიჩი საჩუქარი. მიდი დედათ, მას გასაკეთებელი გაქვს. მოდი საყვარელო, მოდი დე, მოდი. მიდი დედი. მომყალით. შეიძლება. ჩქარა დე, ჩამოიწიე დედიკო. იუჰუ! კარგი გოგო ხარ დე. ხო და არა და როგორ და რანაირად მაგას ყველაფერს გაგებინებთ. და მე ძალიან გამიხარდება თუ გადახვალთ ამ ადამიანის გვერდზე, გამოიწერთ მის გვერდ, ახალია სტარტაპია, მოკლედ დაცხა. ახლა ჩავარდით საფიქრალში. ჩემ და დამაწყებეთ ჩვენ დათი გაგვიჭდა. ახლა მაგასაც ახლა მთავრობას ვერ დავაბრალებ, ხო? იზე როგორ ყველაფერი მაგათი ბრალია ვარა. დავით კალას რო დავურეკე მითხრა რომ დოდიო არა ხარო რა მართალიო რა და რო დავფიქრდი სადღაც გზეტა არა ვარ მართალი. შეკაიფები და შულო წყალი სახში გაკ. მე გაჩუქებთ. ახლა ყველას ვერ გაჩუქებთ, მაგრამ თუ კალა დავაფინანსებს, გაჩუქებთ. რამე ნახულება, მაგრამ სიცხულია კალო რო გაივლით და ვაიმე იმ დღეს მივდიოდი, წამივიდა გული, შვიდი საწრაფო მასულიერებდა. რატო? ყარდით. ქორდო მაშინ რო გითხრა და კაცი და ტყუჩი ეხავს ძმაო. ხო, ანალიზი გამიკეთე. სასწრაფო ვერ გაიგო რა მჭირდა. ბაცი ახლა თუ არა გაქვს საშუალება, სოდა მაინც შეიყარეთ. ჯერა დაიბანეთ უღოთ. უი დედა, დღეს ამეტროში ვენტილატორით შევედი. მთელი მეტრო მე ვიხურებდა. ხო, ხვიჩა. რა იყო რატო რეკავანდი ლადრია? ხა? არა ბალხს ძინავს, რა ხდება ხვიჩა? ცოლმა ხო არ გამოგაგდო შეუბედური, იცოდი ახლა დაგიდა ხო მოსული. ხო. რაო? რატო ბევრი ფული არ მოგაქვსო? შენ რა უთხარი მერი? ხო თქვი სახელი და გამოგაგდო. არ დაგიდა ხო მეთქი აქ მოსული, არ დანებდი, უთხარი მე არცად არ წავალ. თუ კაია შეწადი უთხა და საწავა თავისი სახლია, ხო არ შეწეხვალ არც ისწავა. ხო ხვიჩა.
ავხედი, აი ხო და მოკიდო ფეხებში და ატრიოპოლის ტილოსავით, მაგრამ რა სიზავ. ხო, რაო შენ მაიმან სიდედრმა?